როგორ გავაზიაროთ წამოწყებულ ზარში პრეზენტაცია ისე, რომ თან ხედავდეთ მონაწილეებს და მონაწილეების სიას. წამოწყებულ ზარში უნდა დავაჭიროთ შიგთავსის გაზიარებას. შემდეგ დათვალიერებიდან უნდა ავირჩიოთ ან ჩვენი კომპიუტერიდან, ან OneDrive-დან ჩვენი პრეზენტაცია. ამ შემთხვევაში მე კომპიუტერიდან ავირჩევ. დაველოდები მის ჩამოტვირთვას. ჩამოტვირთვის შემდეგ გაიხსნება თქვენი პრეზენტაცია. როგორც ხედავთ, მონაწილეები გადმოინაცვლებს პრეზენტაციის ქვედა ნაწილში. თუ გინდათ, რომ მონაწილეების სიაც დაინახოთ, ამისათვის დააჭირეთ მონაწილეების გამოჩენას და ხელმარჯვნივ გადმოინაცვლებს სიაც. პრეზენტაციის წარმართვა შეგიძლია მაუსის ერთხელ დაწყაბუნებით ეკრანზე ან მითითებული ისრებით. თუ გინდათ, რომ მონაწილეებმა ვერ ისარგებლონ პრეზენტაციით, მაშინ აირჩიეთ მითითებული ხილაკი და მხოლოდ თქვენ გექნებათ პრეზენტაციის გადახედვის უფლება. ასე გაზიარებული პრეზენტაციით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაწილეების სიით, ნახოთ ვინმე იწევს თუ არა ხელს, ასევე უყუროთ ჩართულ კამერებში თქვენს მონაწილეებს, აკონტროლოთ ხმის ჩართვის და გამორთვის უფლება ისე, რომ არ გახსნათ პრეზენტაცია ცალკე, არ ჩახუროთ ფანჯარა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ სასაუბრო სივრცით, მასე დაჭერით შეგიძლიათ მონაწილეებთან გაგზავნოთ შეტყობინება და თქვენც მიიღოთ შეტყობინება. პრეზენტაციის შესაწყვეტად აირჩიეთ ხილაკი პრეზენტაციის შეწყვეტა. დაეთანხმეთ და პრეზენტაცია შეწყდება.